მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ მარხის შექმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მე მქონდა საუბარი თუ როგორ უნდა აგვერჩია ქსელური მარკეტინგის კომპანია სწორად, სადაც ბიზნესის კეთებას შევძლებთ. დღეს ჩემი სასაუბრო თემა იქნება ქსელური მარკეტინგის ისტორიის შესახებ. ამ უზარმაზარი ინდუსტრიის შესახებ, სადაც 500 მილიარდზე მეტი ბრუნვა კეთდება ყოველწლიურად და რომელსაც ბევრი მილიონერი ყავს გამოცდილი. დავიწყებ იმით, რომ ქსელური მარკეტინგის ისტორიას პირდაპირი კავშირი აქვს ამერიკელ კარლ რენბორგთან, რომლის იდეების საფუძველზე შეიქმნა ეს ინდუსტრია. რენბორგი 12 წელი მუშაობდა ამერიკულ კომპანიებში ჩინეთში და ჯერ კიდევ იქიდანვე ფიქრობდა ვიტამინების როლზე ადამიანის ჯანმრთელი კვების პროცესში. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც სახელმწიფო გადავიდა რევოლუციური ძალების ხელში, სათავეში მოვიდა გენერალი ჩანკაიში და როგორც სხვა უცხოელები, რენბორგიც აგრეთვე მოხვდა ციხეში. სწორედ ამ დროს მან პრაქტიკაში დაიწყო დიეტების გამოყენება, რადგან ციხის საჭმელი იყო საჭმელად უარგისი და ჯანმრთელობისთვის მავნებელი, მაგრამ საიდან უნდა აიღო ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, მაგალითად რკინა. კარლმა იპოვა გამოსავალი და პირველი საკვები გახდათ მისთვის დაჟანგული ლურსმები. ის თავის საკვებში ამატებდა ხოლმე დაჟანგული ლურსმების მცირე ნაწილაკებს, შემდგომში უკვე დარაჯს მოელაპარაკა და სხვადასხვა ბალახეული მოჰქონდათ მისთვის და ამ პრინციპებს ვინც მიყვა, არამც თუ გადარჩენა შეძლო, არამედ სამშობლოში დაბრუნებაც კი. 1927 წელს რენბორგი მოხვდა შტატებში, სადაც ის უკვე შეუდგა საკვები დანამატების შექმნას. თავიდან ის უფასოდ გასცემდა ამ საკვები დანამატებს, წმინდა თავის მეგობრებს აძლევდა ნაცნობებს, მაგრამ შედეგები არ იყო, რადგან არავინ არ იყენებდა. მაშინ კარლმა ის გახადა ფასიანი, რადგან მიხვდა, რომ უფასო არასდროს არ ფასდება და პოზიტიურ შედეგებსაც არ დაუყოვნებიათ. სასარგებლო დანამატებზე ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა. კარლის მეგობრებს აღმოაჩეთ თავიანთი ნაცნობები, კარლს თხოვდნენ შეხვედრების ჩატარებას, რომ მეტი მოესმინათ ამ პროდუქტების შესახებ. ყოველი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, კარლს არ შეეძლო, მაგრამ სწორედ ამ დროს მოვიდა მას გენიალური იდეა. რენბორგმა შესთავაზა მეგობრებს, რომ მათ საკვები დანამატების შესახებ ინფორმაცია ისევ მათი მეგობრებისთვის მიეცათ და ყიდვის შემთხვევაში მათ თანხას გადაუხდიდა. ასევე გადაწყვიტა ისიც, ვინც იგივეს გააგრძელებდა, მათაც გადაუხდიდა. ასე დაიბადა ქსელური მარკეტინგი. 1934 წელს კარლ რენბორგმა შექმნა საკუთარი კომპანია კალიფორნია ვიტამინსი, იგივე სისტემით, სადაც მოხმარებლები ხდებიან რეალიზატორები. კომპანიამ სწრაფად მიაღწია $7 მილიონ საქონელ ბრუნვას და ეს მოხდა ყოველგვარი ცივი რეკლამის გარეშე, ეს მოხდა მხოლოდ პირადი რეკომენდაციების საფუძველზე. და როცა უჩნდებათ კითხვა ადამიანებს, საიდან ჩნდება ქსელურ მარკეტინგში ამ ხელა ფული, სწორედ ეს არის მიზეზი. უკვე 1929 წელს კარლ რენბორგმა თავის კომპანიას გადაარქვა სახელი და დაარქვა Nutrient Products, მაგრამ იგივე პროდუქტებით გააგრძელა მუშაობა. თანამშრომლები თავისით უწევდნენ ახალ ბედებს და აძლევდნენ აუცილებელ ინფორმაციას პროდუქციის შესახებ და სთავაზობდნენ ხალხს ქსელის აწყობის იდეას. კომპანია თავის ყოველ დისტრიბუტორს უნაზღაურებდა არა მხოლოდ მათი გაყიდვებიდან, არამედ როდესაც ისინიც მოიწოდნენ დისტრიბუტორებს და მათი გაყიდვებიდანაც. კომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი, რომელსაც ეწოდება სპონსორი, ის იწვევდა ახალ დისტრიბუტორებს და იღებდა ვალდებულებას, რომ მათ ასწავლიდა მუშაობის პრინციპებს და დაეხმარებოდა გაყიდვების გაზრდაში, რაც მის შემოსავალზეც აისახებოდა. აგრეთვე ჯგუფური გაყიდვების შესაძლო უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე პირადი გაყიდვები. ასეთი ხერხით რენბორგმა კლასიკურ ბიზნესში შეიტანა ერთსაფეხუროვანი მარკეტინგის პრინციპი. ქსელური მარკეტინგის განვითარების შემდეგი ეტაპი უშუალოდ უკავშირდება რენბორგის კომპანიაში მომუშავე ორ პიროვნებას, რიჩ დევოსა და ჯეი-1 ანდელს, რომლებმაც 10 წელი აკეთეს ეს ბიზნესი წარმატებულად რენბორგთან. 1959 წელს შექმნეს თავიანთი კომპანია American Corporation Way, შემოკლედ Amway, ამერიკული გზა
და რაც გახდა ქსელურ მარკეტინგში ერთ-ერთი სერიოზული წარმატებული კომპანია, რომელსაც აქვს წლიურად 8 მილიარდ დოლარიანი საქონელი ბრუნვა. ამ ადამიანების დამსახურება ის არის, რომ ისინი გამოვიდნენ ერთი პროდუქციის ხაზის ჩარჩოდან და მათ პროდუქციას დაამატეს საყოფაცხოვრებლო ნივთებიც. ამავე დროს მათ დაიწყეს მრავალდონიანი მარკეტინგ გეგმების გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ ანაზღაურება ხდება ორგანიზაციის მთლიანი საქონელი ბრუნვიდან და არა მხოლოდ მათი გაწეული რეკომენდაციით მოსული ადამიანების საქონელი ბრუნვიდან. ამან გამოიწვია კომპანიის სწრაფი ზრდა და ინტერესი არა მხოლოდ შტატებში, არამედ კანადაში, ავსტრალიასა, იაპონიასა და სხვადასხვა ქვეყნებში. და ამით მილიონობით ადამიანს მიეცა საშუალება იმისა, რომ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ უკეთესობისკენ. ინდუსტრიას ახსოვს რთული პერიოდებიც, როდესაც 1975 წელს შტატებში დაიწყო ფინანსური პირამიდების დევნა და ვაჭრობის კომისიის ფედერალურ განყოფილებაში აღმოჩნდა ჩინოვნიკები, რომლებმაც ცადეს, რომ კომპანია Amway ეღიარებინათ ფინანსურ პირამიდად. 4 წელი გრძელდებოდა კომპანიის საქმიანობის გამოკვლევის პროცესი. კომპანია Amway-ს სასამართლო პროცესის დაწყებიდან შეუჩერეს ახალი დისტრიბუტორების აყვანა, მაგრამ ეს ამან ხელი არ შეუშალა ამ კომპანიას, რადგან ეს იყო ნამდვილი ქსელური მარკეტინგის კომპანია და პროდუქციის გაყიდვებით ბრუნვა მაინც ხდებოდა კომპანიაში. როცა ფინანსურ პირამიდას ვუწყვიტავ ჩვენ ასე რომ თქვა რეგისტრაციებს და ახალი ადამიანების აყვანას, იქ ჩერდება კომპანია და ამით გაირკვა ის, რომ ქსელური მარკეტინგი იყო ნამდვილად ლეგალური ბიზნეს მოდელი და ეს არის და დაასახელეს როგორც მომსახურების და პროდუქციის კანონიერი გზა. ფედერალური კომისიის ამ აღიარებას ხარი დაუჭირა თითქმის ყველა შტატმა და ეს მოდელი აღიარეს როგორც ლეგიტიმურად. 1980 წელს დაარსებულმა კომპანია Herbalife-მა მიაღწია თავისი მოქმედებიდან 20 წლის თავზე კოლოსალურ ციფრს 2-3 მილიარდიან ბრუნვას წელიწადში. დაიწყო MLM-ის ბუმი, ეს იგივე რაც მრავალდონიანი მარკეტინგი, იგივე ქსელური მარკეტინგი და უამრავი კომპანია გადავიდა ასეთი მოდელით მუშაობაზე. განსაკუთრებით უფრო საინტერესო გახდა პატარა კომპანიებისთვის, ვისაც არ ჰქონდათ რეკლამისთვის უზარმაზარი თანხები. საუკეთესო რეკლამა იყო ისევ თვითონ დისტრიბუტორი, რომელიც იყენებდა პროდუქციას და შედეგი ჰქონდა. და ასეთი მოდელით უამრავმა კომპანიამ დაიწყო თავიანთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციის გაყიდვა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მისცა ამ ბიზნეს მოდელს. დღეს ყოველ მეხუთე ოჯახში ამერიკაში შესაძლებელია იპოვოთ დისტრიბუტორი. საერთოდ ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ამერიკელი ყიდულობს პროდუქციას MLM ინდუსტრიიდან. ამერიკაში მოხდამა პროცესებმა გავლენა იქონია და მთელ მსოფლიოში მიიღეს კანონმდებლობა, რომელიც მწვანე შუქს უნთებს ასეთი ტიპის ბიზნეს მოდელს. გასული წლების მანძილზე MLM-ი გახდა ეფექტური და კანონიერი ბიზნეს შესაძლებლობა და სწორედ ქსელური მარკეტინგის ინდუსტრიაში, რაც გავრცელებული ფაქტია თვითონ ინდუსტრიის შიგნით, 600,000-ზე, დაახლოებით 600,000-ზე მეტი ადამიანი გახდა მილიონერი. როგორც ანალიტიკოსები და ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, 21 საუკუნეში დიდი წილი იქნება ქსელური მარკეტინგის პრინციპით გაყიდვების. რაც უკვე მკვეთრად შეინიშნება, როგორც რობერტ კიოსაკიმ უწოდა, ეს არის 21 საუკუნის ბიზნესი. და სწორედ ამავე სახელწოდებით მან წიგნიც კი დაწერა ამ ბიზნეს მოდელის შესახებ. დღეს ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ მიზეზებზე, თუ რატომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ადამიანები ეგრევე შეხვედრის შემდეგ, რომ დაიწყონ ეს ბიზნესი. მადლობა ყურადღებისთვის. დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.